Ხლაკი უფრო მეც მოგიყვებით პოლიტიკური ანგარიშწორების კიდევ ერთ ფაქტზე ყოფილ პრემიერსა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაწყებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატები გუშინ გვიან ღამით ბათუმის სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ ზვიად ქორიძეს მიაყენეს, სულ რამდენიმე წუთის ვალით კი ყოფილ პრემიერს სასტიკად გაუსწორდნენ. თავდამსხმელები არალეგიტიმური პარლამენტის ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ეგრეთ წოდებული დეპუტატი გიორგი მანველიძე და ასევე სავარაუდოდ მსოფლიო ჩემპიონი და ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი არიან. ამ ანგარიშწორების შესახებ მეტი დეტალი იცის ქეთი ნადიბაიძემ, სწორედ ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და ახალ დეტალს სწორედ მისგან მოვისმენთ. დავიწყებ ბოლო ინფორმაციით, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამ წუთებში იმყოფება გამოკითხვაზე. მისი მონაყოლი საზოგადოებამ უკვე მოისმინა გუშინ მომხდართან დაკავშირებით. ის თავდასხმის ინიციატორად ასახელებს ქართული ოცნების წევრს დიმიტრი სამხარაძეს, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა მისი მისამართით. სწორედ მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააგრძელა უკვე თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფით ზვიად ქორიძის მისამართით, რომელსაც სახეზე აქვს მიყენებული დაზიანებები და ახლა სწორედ აი ამ ინფორმაციას ის აწვდის პოლიციასაც. ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ არის დაბარებული გიორგი გახარია. ეს ინფორმაცია დაადასტურეს ცოტა ხნის წინ მის პარტიაში, სადაც საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა და სადაც მიმართეს სახელმწიფო უწყებებს, რომ იდენტიფიცირებული და დასჯილი უნდა იყოს ამ თავდასხმის, ორგანიზებული თავდასხმის ყველა მონაწილე. პარტია მიიჩნევს, რომ ეს თავდასხმა იყო სწორედაც ორგანიზებული, ჯგუფური. ამბობენ, რომ იციან სახელები და გვარებით, თუმცა აძლევენ დროს გამოძიებას იმისთვის, რომ გამოავლინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოავლინოს დამნაშავეები, ამ დამნაშავეებმა თავად აღიარონ თავდასხმის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით ინფორმაციის გასაჯაროებას უკვე აანონსებს გიორგი გახარიას გუნდი. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ბრიფინგიდან ბერდია სიჩინავას განცხადება. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხულად, როგორც ეს ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირს სიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის გახსნა 24 საათში, შესაბამისად ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ მხოლოდ ამის შემდეგ. რამდენიმე მათგანი ჩვენთვის ცნობილია, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ველოდებით ჩვენ კონკრეტული გამოძიების შედეგებს, რომელმაც უნდა დადოს ეს შედეგები. ეს ადამიანები უნდა გამოძვრდნენ საკუთარი სოროებიდან და საკუთარი პირით უნდა აღიარონ ის დანაშაულის ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც მოუწყოს გიორგი გახარიას. ბატონი გიორგი ახლა მკურნალობის ეტაპს გადის საკუთარ სახლში, მისი მდგომარეობა არის ნორმალური, არაფერი საგანგაშო არ არის. შესაბამისად მისი გამოკითხვა ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ რა მუხლით დაიწყეს და როგორ მიმდინარეობს კაცშვილმა არ იცის, ჯერჯერობით არ გამოკითხულა. როგორც მოისმინეთ, დაგვიდასტურეს პარტიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია თბილისში სახლში იმყოფება, სახლში აგრძელებს ის მკურნალობას. ბათუმში კი ექიმების მხრიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ მას ცხვირი აქვს მოტეხილი და ასევე აქვს ტვინის შერყევა. ჯერჯერობით გიორგი გახარია საჯაროდ მედიასთან არ გამოჩენილა და ის შემოიფარგლა მოკლე პოსტით, სადაც ამბობს, რომ ის ნორმალურად გრძნობს ამ ეტაპზე თავს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი, მათ შორის მედიისთვისაც არის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები. და ჩვენ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვცდილობთ შერატონის წარმომადგენლებთან გარკვევას, არსებობს თუ არა ეს ჩანაწერები, დანაშაულის ამსახველი ახლა არის თუ არა ის გადაცემული პოლიციისთვის და რა შინაარსის არის ის, თუმცა ეს კითხვები ჯერჯერობით რჩება უპასუხოდ, არ ვიცით ამოღებული არის თუ არა და ჩატარებული არის თუ არა დროულად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მე საზოგადოებას განუმარტავ, რომ ეს არის სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი, საკმაოდ მაღალი დონის, რომელიც წესით აღჭურვილი უნდა იყოს
უსაფრთხოების საკმაოდ კარგი სისტემით და მისაღები სადაც უამრავი სტუმარი სტუმრობს ამ სასტუმროს უნდა იყოს დამონტაჟებული არაერთი უსაფრთხოების კამერაც ეს ინფორმაცია პრინციპში პერსონალმა ჩვენ დაგვიდასტურა რომ ეს კამერები მუშაობს და დიდი ალბათობით ეს კამერები ამ კამერებით არის აღბეჭდილი დანაშაულის ფაქტიც ორ შემთხვევაზეა საუბარი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ორი თავდასხმა მოხდა შერატონის პირველ სართულზე განცხადება გაკეთდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში რომელსაც წარმოადგენს ამ მომენტისთვის ჟურნალისტი ზვიად ქორიძე რომელიც ნაცემი არის და ამ წუთებში იმყოფება გამოკითხვაზე ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გამოძიებისკენ დამნაშავეების დასჯისკენ და ასევე სასტუმროს მიმართავს რომ გაასაჯაროს უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა დაავალა კონკრეტულ ლიდერებს რომ ზონდერების ფუნქცია შეასრულონ და დღეს ჩვენ ხედავთ რომ ამას ჰქონდა ადგილი ზუსტად გასულ ღამეს როდესაც თავს დაესხნენ ზვიად ქორიძეს ჩვენ მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და პროკურატურიდან რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან დასაჯონეს კონკრეტული პირები ბატონი სამხარაძე, ბატონი მანველიძე და ლიპარტელიანი, რომლებაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, რადგანაც მათ ორგანიზება გააკეთეს ამ თავდასხმის და ასევე დღეს მოვთხოვთ სასტუმრო შერატონს რომ გაასაჯაროს ის კადრები და ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახული არის აი ამ პირების დანაშაულში ჩართულობა. ეს არის ახალი ეტაპი, როცა ფიზიკურად გვისწორდებიან, პროვოკაციებზე გვაგებენ და ციხეებში უკვე უნდათ რომ გაავსონ ჟურნალისტებით. რუსული კანონი შემოიღეს, ჯერჯერობით ვერა მოქმედეს ეს რუსული კანონი, მაგრამ აი ყველანაირად ავიწროვებენ წრეს, რომ ფიზიკურად გაგვისწორონ, დაგხურონ, გაგვაჩუმონ და კრიტიკული მოსაზრებები საერთოდ გააქრონ სივრციდან. მე მინდა ყველას უთხრა, ვინც ეძებს რაღაც გამართლებებს სხვადასხვა ცუდი საქციელების გამო. დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის დაუცველი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ თუ შეიძლება ამ წუთას მოქმედ პოლიტიკოს ასე მოექცნენ, ჟურნალისტს ასე მოექცნენ, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის იმ საფრთხის ქვეშ, რასაც ქვია სრული იგნორი სახელმწიფოს მხრიდან. მე მთელი ყურადღებით დაველოდები რა მოხდება და როგორი რეაგირება ექნება სახელმწიფოს ამაზე. და ამ გეტყვით ფიგურანტების შესახებ, რომელიც თვითმხილველების და ასევე დაზარალებულების მხრიდან სახელდება, ქართული ოცნების წევრები დიმიტრი სამხარაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი მანველიძე, მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, არაერთი მცდელობის მიუხედავად მედიამ ვერ შევძელით მათთან დაკავშირება, არ ვიცით ისინი გამოკითხვაზე არიან თუ არა, ან იმყოფებოდნენ თუ არა, რას აპირებს მათთან დაკავშირებით ზოგადად გამოძიება, მათი კვალი გუშინდელი ღამის შემდეგ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არსად გვინახავს. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ის, რომ დაწყებულია ძალადობის მუხრით. დეტალებს უწყება არასაჯაროვებს. მადლობა ქეთი და როგორც მინიმუმ ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მაინც გაიღვიძებს და გააკეთებს დამატებით განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით. მადლობა ქეთი ნადიბაიძეს.